გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით ჩვენს არხზე. თუ გიყვართ ისტორია და საინტერესო ფაქტები, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ამით დიდ мотивაციას მოგცემ გავაგრძელოთ მსგავსი კონტენტი. ჯარისკაცი აკვირდება ბრძოლის ველს, ანზაკის სასაფლაოდან. ბელგიის ქალაქ იბრთან ახლოს, დასავლეთ ფლანდრიაში. 1917 წელი. რეიმსის საკათედრო ტაძრის დაბომბვა საფრანგეთში. 1914 წლის სექტემბერი. გერმანულმა ცეცხლგამჩენმა ბომბებმა მძიმედ დააზიანა ფრანგული კოშკები ჩრდილოეთ საფრანგეთში გერმანიის შეჭრის დროს. ფრანგი ჯარისკაცები ცხენებზე ქუჩაში. მათ უკან კი საჰაერო ხომალდი მოფრინავს. 1914 წელი. 1915 წელს ბრიუსელთან ახლოს გერმანულ ცეპელინების ანგარზე თავდასხმის წარუმატებლობის შემდეგ ფრანგი პილოტი ავარიულად დაეშვა მოკავშირეთა ტერიტორიაზე. ჯარისკაცები კი იმ ხეზე ადიან, სადაც ბიპლანი დაეშვა. გერმანელი ოფიცრები დასავლეთის ფრონტზე დისკუსიის დროს. გერმანიის საომარი გეგმა საფრანგეთში სწრაფ და გადამწყვეტ გამარჯვებას ისახავდა მიზნად. ფრანგი ჯარისკაცები ბაიონეტით შეიარაღებულ შეტევაში არგონის ტყის ციცაბო ფერდობზე 1915 წელს. ჩამოგდებული გერმანული ორძრავიანი ბომბდამშენი, რომელიც მოკავშირე ჯარისკაცებს საფრანგეთის ქუჩაში გადაჰყავთ. 6 გერმანელი ჯარისკაცი პოზირებს ტყრილში ტყუიამფრქვევით ხელში. ბრიტანული ხაზიდან სულ რაღაც 40 მეტრში. იარაღს წუთში 500-მდე გასროლის განხორციელება შეუძლია. 1914 წელს ბრიტანული არმიის ტყუიამფრქვევები და საბრძოლო მასალა, რომელთა წონა 150 ფუნტამდე იყო, ძაღლებით გადაჰქონდათ. გერმანული აეროსტატი ეკვანკურში. საფრანგეთი 1916 წლის 22 სექტემბერი. ფრანგი რეზერვისტები შეერთებული შტატებიდან, იმ 2 მილიონ მებრძოლთაგან ერთ-ერთნი, რომლებიც 1914 წლის სექტემბერში მარნის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. ჯარისკაცები ცდილობენ ტალახში უზარმაზარი საარტილერიო დანადგარის გათრევას. ქვემეხი დამონტაჟებულია მსუბუქი ლიანდაგისთვის განკუთვნილ რელსებზე. 1918 წლის 30 ივნისს ახალი ზელანდიის მაორის პიონერთა ბატალიონის წევრები საფრანგეთის ქალაქ ბუა-დე-ვარნიმონში პრემიერ-მინისტრ უილიამ მესის და ვიცე-პრემიერ-მინისტრის სერ ჯოზეფ ვორდის წინაშე ჰაკას ასრულებენ. საფრანგეთში ბრიტანული ტყუიამფრქვევის ჯგუფი. თოფი, რომელიც როგორც ჩანს ვიკერსის ტიპისაა. მოტოციკლეტის სავალი ნაწილის წინა მხარესაა დამონტაჟებული. ბრიტანელი ჯარისკაცი დაჭრილ და ჭუჭყიან გერმანელ პატიმარს რკინიგზის ლიანდაგზე სიარულში ეხმარება. მის უკან კი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი დგას, შესაძლოა ფრანგი მეომარი, რომელსაც კამერა და შტატივი უჭირავს. დაახლოებით 1916 წელი. გომეკურის სასახლის ნანგრევები საფრანგეთი. ოდესღაც ფრონტის ხაზზე მდებარე პატარა დასახლება გომეკური, რამდენჯერმე გადავიდა ერთიდან მეორე მხარის ხელში და თითქმის მთლიანად განადგურდა დაბომბვების შედეგად. ბრიტანელი ჯარისკაცები ტალახში დგანან საფრანგეთის ფრონტის ხაზზე 1917 წელი. გერმანელი ჯარისკაცები აწარმოებენ დაზვერვის ოპერაციას თივის ზვინებს ამოფარებულნი. ბელგიის სამხრეთ-დასავლეთში. 1915 წელი. ტრანსპორტი კასელისა და იპრის გზაზე სტენვორდში, ბელგია, 1917 წლის სექტემბერი. ეს გამოსახულება მიღებულია პეიჯეტის პროცესის მეშვეობით, ერთ-ერთი ადრეული ცდა ფერად ფოტოგრაფიაში. ფრონტის ხაზთან ახლოს გზის პირას ეყარა უამრავი ტყუიამფრქვევის მასრები, რომელთა შიგ თავსიც გასროლილი იყო გერმანელთა პოზიციების მიმართულებით. ბრძოლის ველი მარნაში, სუენსა და პერცს შორის. 1915 წელი.
ჯარისკაცები სანგრებიდან სახლში წერილებს წერენ. სანგრებში ცხოვრება შეიძლებოდა ერთი იმ დროისთვის პოპულარული ფრაზით აღგვეწერა: თვეები მოწყენილობისა, პერიოდულად ექსტრემალური საშიშროების მომენტებით. გერმანელი ჯარისკაცები 1917 წლის ნოემბერში. ისინი რკინიგზაზე ტვირთავენ ბრიტანულ მარკ პირველი ტიპის ტანკს. ტანკები პირველად საბრძოლო მოქმედებებში პირველი მსოფლიო ომის დროს 1916 წლის სექტემბერში გამოიყენეს, როდესაც ფლერ-კურსელეთის ბრძოლაში 49 ბრიტანული მარკ პირველი ტიპის ტანკი გამოჩნდა ბრძოლის ველზე. ფრანგმა ფოტოგრაფმა სომის ფრონტზე გერმანელებზე თავდასხმის დროს ჯარისკაცები დაახლოებით 1916 წელს 150 მეტრის სიმაღლიდან გადაიღო. შესაძლოა კვამლი წინსვლის შესანიღბად გამოიყენეს. ბრიტანელი ჯარისკაცები ვიმის ქედზე 1917 წელი. ბრიტანულმა და კანადურმა ჯარებმა 3 დღეში 6 მილით წინ წაიწიეს და ტელუსი და მაღლობი თითქმის 4000 სიცოცხლის ფასად დაიბრუნეს. აფეთქება სანგრებთან ახლოს, ფორტელა პომპელთან, რეიმსის სიახლოვეს, საფრანგეთი. ფრანგმა ჯარისკაცებმა 1917 წლის 1 იანვარს ბელგიის ფლანდრიაში გერმანულ სანგრებზე გაზისა და ცეცხლის გამოყენებით შეტევა დაიწყეს. იარაღად მომწამლელი აირებიც გამოიყენეს. ფრანგი ჯარისკაცები გაზის ნიღბებით თხრილში 1917 წელი. გაზის ნიღბების ტექნოლოგია ომის დროს განვითარდა, რამაც საბოლოოდ უზრუნველყო ეფექტური დაცვა და შემდგომ წლებში შეამცირა გაზის თავდასხმების რაოდენობები. გაზით მოწამლული პაციენტები მკურნალობას იღებენ საფრანგეთში, როიაუმაქსთან ახლოს მდებარე 326 საველე საავადმყოფოში. 1918 წლის 8 აგვისტო. ფრანგი ჯარისკაცი გაზის ნიღაბში 1916 წელი. ბრიტანელი ჯარისკაცები გერმანელ პატიმრებს ნანგრევებსა და მკვდარი ცხენის გვერდით ესკორტირებენ. მენინის გზის ბრძოლის შემდეგ, რომელიც იპრის მესამე ბრძოლის ნაწილი იყო. 1917 წლის სექტემბერი. ჭურვის აფეთქების შედეგად დატოვებული გიგანტური კრატერი 68 მეტრის გარშემოწერილობით. იპრი, ბელგია. 1917 წლის ოქტომბერი. დამბული ცხენი ვეტერინარულ საავადმყოფოში მკურნალობის დროს 1916 წელი. ბრიტანელი ჯარისკაცები წმენდნენ გერმანულ სანგრებს, სემპიერის დივიონში და ახარისხებენ გერმანელების მიერ მიტოვებულ აღჭურვილობას. ფოტოგრაფი ჯონ უორიკ ბრუკი სიღრმისეულად აღბეჭდავს სცენას და გვაჩვენებს ჯარისკაცებს სანგრების გასწვრივ. ბრიტანეთის ფრონტზე 1916 წლის საშობაო ვახშამი. საფლავის გვერდით ჭურვის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ორმოში. ბრიტანული MK4 ტიპის ტანკი, იგივე დათვი, მიტოვებული ინვერნეს კოპსთან ბრძოლის შემდეგ. 1917 წლის 22 აგვისტო. 1916 წლის 19 ოქტომბერს ვოზგეს ფრონტზე გერმანული ხაზების ქვეშ მაღაროს გვირაბი იჭრება. დამნაღმოელები 17 მეტრის სიღრმეზე მუშაობდნენ და მტრის პოზიციებს აღწევდნენ ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამონტაჟებლად, რომლებიც მოგვიანებით აფეთქდებოდა და ზემოთ ყველაფერს ანადგურებდა. 1917 წლის 20 სექტემბერს იპრის ბრძოლაში დაჭრილი მამაკაცები მენინის გზის გასწვრივ ევაკუაციის წერტილისკენ მიემართებიან. გერმანელი პატიმრები საკაცეების გადატანაში ეხმარებიან. საფრანგეთში ტიეპუალთან ახლოს ჯარისკაცის თანამებრძოლები უყურებენ, როგორც წინავს მას ღრმა ვიწრო თხრილში, რომელიც ქვიშის სტომრებით არის მოპირკეთებული. თუ გიყვართ ისტორია და საინტერესო ფაქტები, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ამით დიდ მოტივაციას მოგცემ გავაგრძელოთ მსგავსი კონტენტი.